25 არხის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესა და უმაღლეს საბჭოს წევრ მედია ვასაძეს შორის მომხდარი ინციდენტის საერთაშორისო გამჭირვება საქართველოს მედია მონიტორინგში მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მედია საქმიანობაში ნებისმიერი სახის ჩარევა დაუშვებელია და ჟურნალისტს თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს. კვლევის მიხედვით ამ მრჩევლებისთვის მთავარ საინფორმაციო წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება. კვლევის შედეგის მიხედვით ტელევიზიები წინა საარჩევნო მოვლენებს დაბალანსებულად აშუქებდნენ, თუმცა კანდიდატების შესახებ გასულ სიუჟეტებს ანალიტიკა აკლდა. კვლევაში სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის ორი ფაქტია მოყვანილი. ჩვენს ანგარიშო პერიოდში მოხდა რამდენიმე მაგალითი, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, როდესაც ჟურნალისტების მიმართ იყო ან სიტყვერი შეურაცხყოფა, ან მათ საშუალება არ მიეცათ გაეშუქებინათ ესა თუ ის ამბავი. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ბოლო მაგალითი იყო აჭარაში TV25 ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც მას ემუქრება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედია ვასაძე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ და ყველა მომდევნო მთავრობას უნდა ქონდეს გაცნობიერებული, რომ მედიის როლი სწორედ რომ კრიტიკული კითხვების დასმა, მწვავე სიუჟეტების მომზადება და მთავრობის მხილება